რაც არ უნდა რთული თემა იყოს, ყვები ბოლომდე და მაინც მიზნამდე მივდივარ. ძალიან მაინტერესებს პროცესი თვითონ როგორ მიდის. თუ საუბრობთ ციფანზე, ანუ ვიტრაჟზე, ვყიდულობთ აი ამ მდგომარეობაში მინებს. კეთდება პირველად ესკიზი, თითოეული დეტალი დიდდება დაახლოებით რამხელაც უნდა იყოს მასშტაბი. ხო, მაგალითად ეს დეტალი არის აი ეს დეტალი. ეს თუ გვაქვს ესკიზზე რაღაცა მონაცრისფრო ფერი სიტყვაზე, ზუსტად მონაცრისფრო მინას ვარჩევთ ჭრით ფორმის მიხედვით. მერე ეს მთლიანად გვერდები უნდა მოიხლიბოს, სპილენძის ფოლგა ეკვრება და სპილენძის ფოლგის შემდეგ უკვე კავშირდება ეს თითოეული დეტალი და კალით ხდება დაპაიკება ეგრეთ წოდებული. აი ეს ნამუშევარი ყველა ეს მიმართულებით თითო დეტალად არის აწყობილი. ერთო ჩემო. აი ეს გამომდნარი მინაც მაინტერესებს. გამომდნარი მინა კიდე სხვა ამბავია. ავიღებ ჩვეულებრივი მინა, მე ხდება გრაფიკულად მოხატვა სპეციალური მინის საღებავით და მე ვიღებთ ფხვნილებს. ნახეთ ახლა აქ არის სხვადასხვა პიგმენტი. წითელი პიგმენტი გვაქვს შიგნით, რომელიც ბურთებს იკეთებს და ეს არის ეგრეთ წოდებული კონფეტი, ფერადი თხელი მინის ფერფლი. ეს როცა შედის 800 გრადუსზე, შემდეგ გამოდის მეორე დღეს ასეთი ნამუშევარი.